მუსიკალური ინსტრუმენტები. ეს ევარისტო ბასკენისის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1670 წელს შექმნა. დღესდღეობით ის ბელგიაში, ბრიუსელში ხელოვნების სამეფო მუზეუმში ინახება. როგორც ხედავთ, ავტორმა სასურათე სიბრტყეზე მუსიკალური ინსტრუმენტები გამოსახა. მუსიკალურ საკრავებთან ერთად გამოსახული არის ნოტები. მუსიკალური საკრავი მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის, რომ არის ამოყირავებული და ამასთანავე ვხედავთ აქ ხილს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არაერთხელ ვისაუბრია იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ხილი, ნაჭურმორტში გამოსახული ხილი, როგორ გამოიყურება. ამ შემთხვევაში დავკვირდით, ეს ხილი არის შელახული. აქაც კი არის ხილი გამოსახული, მაგრამ აი კარგად ნახავთ იგრძნობა ეს მომენტი. ევარისტო ბასკენისი 1617 წლის 7 დეკემბერს ბერგამოში დაიბადა. მისი წინაპრების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მე-15 საუკუნის საარქივო წყაროებში გვხვდება. მხატვარ ევარისტოს ადრეული ასაკიდან იტაცებდა. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ კი ის უმეტესად მუსიკალურ ინსტრუმენტებს ხატავდა და სახელიც სწორედ ამგვარი მუსიკალური ინსტრუმენტებით შექმნილი ნაჭურმორტებით გაითქვა. ბაროკოს ეპოქაში ნამუშევარში გამოსახულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს უმეტესად ვანიტასის ალეგორიად მიიჩნევდნენ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ალბათ ყველაზე ნაკლებად მაინც ვანიტასთან ევარისტო ბასკენისის ნამუშევრებს აიგივებენ ხოლმე. ევარისტო ბასკენისმა ჯამში 600-მდე ნაჭურმორტი შექმნა.